მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ჩვენი სტუმარი. არჩილი გახლავთ მწერალი, ფოტოგრაფი, ამავე დროს კიდევ საერთო პროფესია გვაქვს ორივე გიდად ვიწევს ორივეს მუშაობა და საქართველოში მეგზურობას უწევს ძალიან ბევრ ადამიანს. და არჩილსაც გავაცნობ აუდიტორიას საქართველოს უნივერსიტეტის ბიუჯის სკოლაში. დღეს ჩვენი აუდიტორია არის ძირითადად წარმოდგენილი მერვე და მეცხრე კლასელები. როცა პირველ ფოტოას გავუშვებთ, ძალიან მომეწონა ეს პროცესი. ვიგრძელი რაღაცა პასუხისმგებლობა, რომელიც მანამდე არასოდეს მიგვინია და მე ისე მომხდა, რომ დავჭია პროფესიაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეგვექცი და ზოგიერთი დაწეროს და მე არ დაეწეროს რომ დაანებოს თავი ფოტოგრაფია მიმეხმარება ძალიან როცა თავი მაინც რაღაც შემოქმედებით ადამიანებს იწვევს. რა იყო თქვენი პირველი мотивация ამ საქმის წამოწყებაში? მოტივაცია იყო რომ აი უცები იმპულსურად და საერთოდ პირველი რაღაცები იმპულსურად წერება ესე მგონია. მათი შორის ჩემი ცხოვრება ძალიან ბევრი წელი ესე იყო წელიწად შეიძლება ერთიან ორი მოთხოვნა დამეწერა როცა ეს იმპულსი გამიჩნდებოდა რა როცა ძალიან დიდი სტაბილურობა მივიღებდი და არ მევფიქრა ბევრი წინასწარ მაგასა როგორც ეხლა ვფიქრობ 2020-ში რაც არის ეს წერლობა მაგაზე რა აზრის ხარ მარტივდება ნეუტრალ და ეს ხელოვნური ინტელექტუალიზაციის წერლებს ნეუტრალ და მეგონია მაინდა-მაინც ვერ მოერევა წერლობას ზუსტად ისე რასაც ხელოვნური ინტელექტი მაინდა-მაინც ვერ მოერევა ისე ტენდენციები რაც შემილია ვიფრად აი უკანასკნელი ათწლეულები პატარავდება რომანები მე მგონია რომ ეხლა არის ძალიან ბევრად მეტი კაი ავტორი მსოფლიოში ვიდრე ადრე მაგრამ ნაკლები და დიდი მწერალი ვიდრე ადრე